კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კომერსანტის დილა აგრძელებს თქვენთვის მუშაობას და როგორც უკვე დავაანონსე, სამშაბათის ტრადიციული რუბრიკა გვაქვს დღეს, კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა. ცხადია, ამ თემატიკის ირგვლივ ძალიან ბევრი გვისაუბრია სხვა ასპექტებზე და დღესაც გავაგრძელებთ საუბარს. ორ მნიშვნელოვან მიმართულებას შევეხებით, ერთი ვოლტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, რომელზეც ამ ფორმატში უკვე ჩვენ გვისაუბრია და გარდა ამისა, მიმდინარე წლის პირველი კვარტალის შედეგებსაც შევაჯამებთ, მათ შორის ჩვენ სტუმართან ერთად კეთა ჭუმბურიძე მოგვიერთდა საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი და მასთან ერთად განვიხილავთ აღნიშნულ თემატიკას. კეთა, მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და მოდი დავიწყოთ საუბარი ერთ-ერთი აქტუალური თემით, რაზეც აქაც გვისაუბრია ვოლტთან დაკავშირებით. როგორც ვიცით, ვოლტ ჯორჯიას უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინდა. ზოგადად რა ფაქტზე არის საუბარი, აი ეს თემა გავშალოთ, რას უჩიოდნენ და რა ფაქტი დაადგინდა. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას გიხდით დროის დათმობისთვის და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში ეს უნდა ვთქვა, რომ ჩვენი კანონისთვის მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმა რომ ეფექტურად იფუნქციონიროს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ზუსტად ის, რომ ყველა მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს თავისი უფლებები. რისი მოთხოვნის უფლება აქვს, რა პრეტენზია შეუძლია წაუყენოს მოვაჭრეს, რა შემთხვევაში უნდა მიმართოს სააგენტოს და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ აღნიშნეთ, რომ ცოტა ხნის წინ სააგენტომ გამოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი და პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელიც შეეხებოდა ვოლტ ჯორჯიას მიერ უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტს. ეს საკითხი საკმაოდ აქტუალური იყო ბოლო დროს, ეხებოდა ვოლტის ერთ-ერთ სერვისს, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი როგორც პრემიუმ პაკეტი. არში რომ ჩავიდეთ, ვფიქრობ მსმენელისთვის საინტერესო იქნება ამ გადაწყვეტილების დეტალები. როდესაც მომხმარებელი ახორციელებს ამ პრემიუმ პაკეტში გაწევრიანებას, იხდის ფიქსირებულ გარკვეულ თანხას ერთ თვეზე ან რამდენიმე თვეზე ჯამურად და შემდეგ ის ხდება ამ ფუნქციის გამომწერი. რაც ნიშნავს იმას, რომ ძირითადად რაზეც აქცენტირებს ვოლტი, ეს არის დაკავშირებული უფასო მიტანის სერვისთან. 0 ლარი მიტანის საფასური, უფასო საკურიერო მსახურება და მათ სარეკლამო კამპანიებში ხვდებით ამგვარი ფორმაციით სხვადასხვა აქცენტირებას უფასო მიწოდებასთან დაკავშირებით. სააგენტომ შეისწავლა ამ ფუნქციის როგორ ფუნქციონირებს ეს სერვისი და აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ, როდესაც მომხმარებელი გამოიწერს ამ სერვისს და განახორციელებს განათავსებს შეკვეთას, მას მაინც უწევს გარკვეული ტიპის საფასურის გადახდა. თუმცა ეს საფასური კლასიფიცირებულია როგორც მომსახურების საფასური, ეგრეთ წოდებული service fee. საბოლოოდ ეს არის შეცდომა შემყვანი კომერციული საქმიანობა იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებელი, რომელსაც ისმის მუდმივ რეჟიმში, რომ მიეწოდება შეკვეთა უფასოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ სიტყვაზე თუ შევკვეთე პიცა, რომელიც ღირს 30 ლარი, მეტი აღარ უნდა გადავიხადო. მეტი აღარ უნდა გადავიხადო, მხოლოდ 30 ლარი. იქ რაიმე სხვა დამატებით საფასო კომპონენტს მომხმარებელი არ ელოდება. აქ მინდა აღვნიშნო, რომ დავყრდენით ზუსტად ევროკავშირის სტანდარტებს, რომლის მნიშვნელოვანი სტანდარტიცაა ინფორმაციის მიწოდება, აღარ ეს ინფორმაციის მიწოდება არ ნიშნავს, რომ ვებსაიტზე კუთხეში დაბალი შრიფტით ან 20 გვერდიან PDF ფაილში რაიმე ინფორმაცია გავფანტოთ. ეს არ არის ჩვეულებრივი ბიზნეს სახელშეკრულება ურთიერთობა, სადაც შეიძლება ერთმა მხარემ გამოიყენოს ჭკვიანური ხრიკები იმისათვის, რომ მისთვის სასარგებლო შედეგებზე გავიდეს. ჩვენი კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი ზუსტად მხარეთა დისბალანსზე არის აგებული, სადაც ერთის მხრივ ყავს გამოცდილი მეწარმე, მეორე მხრივ კი მომხმარებელი, რომელიც სუსტია. სუდს მოვიაზრებთ იმაში, რომ ჩვენ ყოველდღიურად შევდივართ სხვადასხვა ტიპის სამომხმარებლო ურთიერთობაში. შეიძლება 10-მდე და 20-მდე სამომხმარებლო ურთიერთობაში შევიდეთ ყოველ დღე. და როგორც მომხმარებლებს არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ყველა ტრანზაქციასთან მივხვდებით შესაბამისი ფინანსური ანალიზი და რაღაც ანალიზი მოვახდინოთ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება და ზუსტად ამ დისბალანსზე არის აგებული ჩვენი კანონი და ამის ქვაკუთხედია ის, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ მომხმარებელს მაქსიმალურად მკაფიოდ და თვალსაჩინოდ. ამ შემთხვევაში მინდა განმარტო, რომ შეცდომა შემყვანი კომერციული საქმიანობა მოიცავს მის შემადგენლობაში ორ ალტერნატიულ კომპონენტს.
ერთი არის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, რაც პირდაპირ მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, როცა მოვაჭრე აწვდის არსებითად არასწორი ინფორმაციას. მეორე არის მიწოდების ისეთი ფორმა ინფორმაციის, რომელიც შეიძლება ფაქტობრივად შეესაბამებოდეს სიმართლეს, თუმცა ფორმით იყოს მიდრეკილი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანისკენ. და აქ ხშირად მომხმარებლები ცდებიან და ფიქრობენ, რომ რადგან ფაქტობრივად სწორი ინფორმაცია არის მიწოდებული მოვაჭრისგან, ეს პასუხისმგებლობას ხსნის და თვითონ შედიან, ასე ვთქვათ, შეცდომაში. თუნდაც ამ кейსთან მიმართებით ამ დამატებითმა საფასურმა უამრავ მომხმარებელში გამოიწვევა აღშფოთება და უსამართლობის განცდა. თუმცა ბევრმა არ იცოდა, რომ ეს რეალურად არის კანონდარღვევა, კერძოდ უსამართლო კომერციული საქმიანობა. კი ბატონო, და სხვათა შორის ძალიან სწორი აქცენტი დასვით თქვენს, რომ ადამიანებს ხშირ ნამდვილად დღეში უამრავ რაღაცას ვაკეთებს და იმის ანალიზით, ან თუმცა ესე თვალნათლივ, როდესაც არ ჩანს რეალურად ეს შეთავაზება რას მოიცავს, ძალიან მარტივად შეიძლება სიცრუეში შევიდეთ. გარდა ამისა, ხა არ დავასახელებ ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებით იყო კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც ასევე ერთგვარად სიცრუეში შეყვანასაც ემსახურებოდა და თავისი პოლიტიკით ფასდაკლებებზე იყო საუბარი, რომელიც თითქოს რაღაც ერთ საათში ამოიწურებოდა. მაგრამ ერთ საათი რო გავდიოდა რეალურად ისე თავიდან ირთვებოდა ხოლმე და ესეც არის შესაძლოა შემყვანი რეალურად ხრიკი. საინტერესოა აი ამ кейსს რომ დაუბრუნდეთ, დადგინდა მოკლედ უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი, რა ტიპის გაფრთხილება გაიცა კომპანიის მიმართ და როგორ მიდის შესრულება, დაიწყეს თუ არა ამაზე მუშაობა, გამოსწორება და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში დადგინდა დარღვევა და მოვაჭრეს განესაზღვრა ერთი თვისვა და იმისათვის, რომ გამოასწოროს ეს შეცდომაში შემყვანი ეფექტი, რაც მოიაზრებს იმას, რომ პირველ რიგში თვალსაჩინოდ მიეწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იქ ამ პრემიუმ სერვისის ფარგლებში იარსებებს სხვა საფასო კომპონენტი, ეს ნიშნავს ინფორმაციის მიწოდებას თვალსაჩინოების მაღალი სტანდარტით. ამ ეტაპზე შესრულება ჯერ არ დაუწყია კომპანიას, კიდევ ველოდებით და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა კეთა კი ბატონო, მეორე მხარე არის რომ ზოგადად აი ეს ასეთი შემთხვევების დროს კონკურენციის სააგენტო თამაშობს როლს გამაფრთხილებლის როლს საწყის ეტაპზე. აი ესეთი შემთხვევა რო ავიღოთ და საინტერესო პრაქტიკაშიც როგორ მუშაობს, რომ ვთქვათ, განმეორდა იგივე ესეთ საქმიანობა, რომელიც შეუსამართლოში მოდის კანონმდებლობასთან. აი ამ შემთხვევაში რა ხდება? უკვე თქვენი ბერკეტი ერთის მხრივ რა შეიძლება იყოს, რა პროცესების განგრძობითობა ხდება უკვე. კი ბატონო, თავდაპირველად მოვაჭრეს განესაზღვრება ვადა, რა ვადაშიც მას შეუძლია შეასრულოს ჩვენი გადაწყვეტილება და რაც დაევალა გამოასწოროს კანონდარღვევები, თუ არ აღმოფხრა ამ ვადაში, უკვე გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები. ეს ფინანსური სანქცია არის წინა საბიუჯეტო ბრუნვის 2% მაქსიმალური ოდენობით, მინიმალური ოდენობა არის 600 ლარი. შესაბამისად გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა კრიტერიუმები ჯარიმის დაკისრების პროცესში და საბოლოოდ ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ სანქციასთან. და წესდები უნდა გაითვალისწინოს, იმიტომ რომ სხვანაირად მაშინ მოუწევს ჯარიმების ასე ვთქვათ ხდათ. კი ბატონო, ამ кейსაც აუცილებლად შემდგომშიც დაუბრუნდებით სავარაუდოდ და ნახავთ რეალურად მოსწორების რა ნაბიჯები გადაიდგა კომპანიის მხრიდან და ეხა ესეთი კომპანია წესით, რომელიც ჩანს საზოგადოებაში, წესით უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯებიც. კეთა ასევე შევხვდით მოდი მიმდინარე წლის სტატისტიკასაც პირველი კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა კონკურენციის და მომხმარების უფლებების დაცვის სააგენტომ. საინტერესო ამაზეც რომ ვისაუბროთ, ჯამში მომხმარებელთა რაოდენობის განაცხადები შემოვიდა ამ 3 თვის განმავლობაში თქვენთან. ძალიან გაზრდილია მომართვიანობა. თუ 2024 წლის პირველ კვარტალს შევადარებთ, თითქმის 40%-ით არის გაზრდილი, შემოცულია 319 განაცხადი, დაფიქსირებულია 1000-მდე ზარი ჩვენს ცხელხაზზე. და ძირითადად სექტორულად რომ მივყვეთ, როგორც ყოველთვის, როგორც წინა წლებში, ძირითადი განცხადების ონლაინ ვაჭრობა არის საკმაოდ აქტუალური და პოპულარული. კი ბატონო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა გაციფრულებასთან ერთად სწორედ აქაც მოდის ხოლმე. გეოგრაფიული არეალიც არის საინტერესო, ხა დინამიკას რასაც უყურებთ ხოლმე და ტენდენციას, ალბათ ბუნებრივად ასე ხდება, გასაგებია რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქტივობა იმისათვის გასახორციელებელად რეგიონებამდე ცნობიერების ამაღლება მაქსიმალურად სწრაფად მაგრამ ახლა ეს სურათი გვაქვს, რომ თბილისი წლების განმავლობაში დომინირებდა, ასე ვთქვათ, განაცხადები და მომხმარებელთა აქტიურობებით. აი, ამ მიმდინარე წლის პირველ კვარტლის ტენდენცია როგორია? აქ საინტერესოა ისიც, გაიზარდა თუ არა მათ შორის აი სხვა გეოგრაფიულ არეალებში, სხვა რეგიონებში, ასე ვთქვათ, აქტივობა, თუ კვლავ თბილისი რჩება სტაბილურად დომინანტი. ამ ეტაპზე კვლავ დედაქალაქი ლიდერობს.
თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ გაზრდილია მომართვიანობა რეგიონებიდანაც, მით უფრო რომ სააგენტოს მიერ ბოლო პერიოდში უამრავი აქტივობა დაიგეგმა, სტუმრობდით რეგიონებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ავატარებდით შეხვედრებს, კვირეული იყო მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული მარტში. ამ ყველაფერმა გამოიწვია საბოლოოდ ის, რომ ნელ-ნელა მომართვიანობაც იზრდება რეგიონებში. თუმცა ამ ეტაპზე ლიდერი მაინც დედაქალაქი. კლავ ტრადიციულად თბილისი რჩება. პრინციპში ესეც მოსალოდნელი იყო. ეხლა არა მხოლოდ ალბათ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გადაგულ ნაბიჯებზე, ზოგადად სხვა ტიპის პოლიტიკებზე, მათ შორის სხვა მარეგულირებლის აქტებზე და ასე შემდეგ გამოწვევა კვლავ არის რეგიონები ხოლმე და რეგიონებში სწორედ მათი მხრიდან ძალიან აქტიური სხვა ტიპის მუშაობა, სასწავლო ცენტრები და ასე შემდეგ, რომელიც მუშაობენ ხოლმე იქაუთ წარმომადგენლობასთან და ესეც ბუნებრივია. და ერთ თემასაც რომ შევეხოთ, თქვენ ახსენეთ 70 განაცხადი, რომელიც შემოვიდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში. აი ამ განაცხადებთან დაკავშირებით რა სიტუაციაა? უკვე მოკვლევაში მიიღო კონკურენციის სააგენტომ, გამოიკლია შედეგებიც თუ გვაქვს, აი რა ტენდენციაა ამ მიმართულებით? ნაწილი ჯერ კიდევ მოკვლევის ეტაპზეა, ხოლო რაც შეეხება ამ კვარტალის მონაცემებს, დღესდღეობით 2025 წლის პირველ კვარტალში გაფორმდა 44 პირობითი შეთანხმება, რაც ნიშნავს იმას, რომ მომაჭრეებმა აიღეს ვალდებულება გამოასწორონ თავიანთი შიდა პოლიტიკა მომხმარებელთა ურთიერთობისას და აღადგინონ იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც სავარაუდოდ დაერღვათ მათი არასწორი კანონშეუსაბამო პოლიტიკის გამო. დადგინდა 19-მდე ფაქტი დარღვევის დადასტურების შესახებ, ხოლო 13 მოვაჭრე დაჯარიმდა. კი ბატონო, მოკლედ ამ ტენდენციას ბუნებრივია ხა გავაგრძელებს და ვისაუბრებთ ხოლმე, როცა გამოიქვეყდება სხვა სტატისტიკებიც, მათ შორის ევროპთან დაკავშირებითაც მადლობა დამატებითი ინფორმაციის მოწოდებისთვის. ფიქრობ საინტერესო ეთერი გამოვიდა ინფორმატიული და თქვენთვის ამომწურავი და გაითვალისწინეთ მოკლედ რომ მსგავსი ტიპის საქმიანობების თუ შეეჩეხებით თქვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში შეგიძლიათ რომ კონკურენციის სააგენტოს შესაბამისი განცხადებითაც მიმართოთ, როგორც ეს გარკვეულმა მომხმარებლებმა თუნდაც ვოლტის წინააღმდეგ მათ შორის განახორციელეს. ქეთა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ქეთა ჭუმპურიძე, კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი. ეს იყო რუბრიკა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა და შემდეგ სამშაბათამდე ვემშვიდობებით ამ რუბრიკას ბუნებრივია ამ შემეცნებით ნაწილსაც მათ შორის გავაგრძელებთ, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი აღნიშნული, ასე ვთქვათ, რუბრიკის.